ბერლინში კუპიანსკის გავლით ზელენსკის გზა საშობაო მშვიდობისთვის. მოლაპარაკებები ბერლინში, რომელიც მოლოდინისამებრ არაფრით დამთავრდა, შეთავაზება ამერიკის მხრიდან უსაფრთხოების საკითხებზე, ასევე გაყინული რუსული აქტივები და სიტუაცია ფრონტზე. გამარჯობა, მე რატივარ მუჯირი, ჟურნალისტი. დღეს 16 დეკემბერი 2025 წელი უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან 1392 დღე გავიდა. თქვენ უყურებთ პროექტს რა ხდება უკრაინაში. ზემოთ ჩამოთვლილ თემებზე ვისაუბრებთ დღევანდელ ეპიზოდში, თუმცა მანამდე ტრადიციულად დავიწყებ მადლობით ყველას, ვინც არხის ერთგული გამომწერია, ვინც მაყურებელია, აქტიურობთ კომენტარებში, ლაიქებთ ვიდეოს, აზიარებთ თქვენ სოციალურ ქსელებში. განსაკუთრებული მადლობა ყველას, ვინც დონაციით არის დაკავებული. შეგახსენებთ, არხი არსებობს მხოლოდ დონაციებით და სრულ შემთხვევაში აღწერაში არის ანგარიშის ნომერი, ხოლო თქვენ, ვინც პირველად უყურებთ ახლა ამ ვიდეოს, გთხოვთ გამოიწეროთ არხი და ლაიქოთ ვიდეო, გააზიაროთ თქვენ სოციალურ ქსელებში. მაშინ ასე დავიწყოთ, მორიგი მოლაპარაკებების რაუნდი დასრულდა ბერლინში ამჯერად, სადაც მონაწილეობას იღებდა ამერიკული მხარე, უკრაინული მხარე, ევროპელი ლიდერები, იყო იქ მერციც, იყო სტუბით ჩასული, თუმცა როგორც მოსალოდნელი იყო, პრაქტიკულად არაფრით დასრულდა ეს მოლაპარაკებებიც და მე კიდევ ერთხელ და დაჟინებით შეგახსენებთ, რომ ყველანაირ მოლაპარაკებას მშვიდობაზე აზრი აქვს დაკარგული, რამდენადაც პუტინის მიზნებში არ შედის ამ მშვიდობის დადგომა. პუტინის მიზნებში შედის უკრაინის კაპიტულაცია, უკრაინა კი ამაზე თანახმარ არის, მიუხედავად იმისა, თუ როგორ ზეწოლას მოახდენენ მასზე. ერთ-ერთი ბოლო ვერსია, რაც იყო შეთავაზებული უკრაინისთვის დონეცკიდან გასვლის საპასუხოდ, ასე ვთქვათ, არის ერთგვარი ნატოს მეხუთე მუხლი, ოღონდ ნატოში გაწევრების გარეშე, რაც გულისხმობს იმას, რომ ამერიკა იღებს უსაფრთხოების გარანტიას ამ შემთხვევაში უკრაინისთვის და თუ კი განმეორებით მოხდება უკრაინაზე აგრესია, ამერიკა ჩაერთვება კონფლიქტში. ეს ცოტა გეოპოლიტიკურ ხაფანგს გავს, ასე ვთქვათ, იმიტომ რომ ობამას, ბაიდენის და ტრამპის ადმინისტრაციებს თუ კი რამე საერთო ქონდა და ზოგადად დასავლური ლიდერშიპის თუ კი რამე საერთო აქვს, არის ის, რომ ერიდებიან პირდაპირ კონფრონტაციას რუსეთთან და ერიდებიან სწორედ ბირთვული კატასტროფის და ბირთვული საფრთხის გამო და ამ შემთხვევაში რა იცვლება. თუ კი უკრაინა იღებს უსაფრთხოების გარანტიას, როგორც არის ნატოს მეხუთე მუხლი, ეს გულისხმობს, რომ თუ კი უკრაინაზე მოხდება თავდასხმა, ესე იგი სხვები უნდა ჩაერიონ ამ კონფლიქტში. ანუ ამერიკა თუ კი იღებს პასუხისმგებლობას ამაზე, გამოდის, რომ ამერიკა უნდა ჩაერიოს პირდაპირ ამ ომში და თუ კი ახლა თავს იკავებენ ომში ჩარევისგან, ბუნებრივია რომ მერე შეიკავებენ, ხო, იმიტომ რომ ეს ბირთვული საფრთხე და ბირთვული კატასტროფის საფრთხე არსად გაქრება. შესაბამისად ეს არის, ასე ვთქვათ, გეოპოლიტიკური ხაფანგი ჩემთვის. რაიმე ტიპის უსაფრთხოების გარანტიებზე საუბარი, ვიდრე რეალური ინსტრუმენტი უკრაინისთვის. იქიდან გამომდინარე, რომ რა უნდა იყოს იმაზე დიდი უსაფრთხოების გარანტია უკრაინისთვის, ვიდრე ამერიკის, ბრიტანეთის და რუსეთის უსაფრთხოების გარანტია. მე შეგახსენებთ, რომ სწორედ ამერიკის, ბრიტანეთის და რუსეთის უსაფრთხოების გარანტია აქვს უკრაინას, მას შემდეგაც უკრაინამ საკუთარი ბირთვული არსენალი დათმო. თუმცა რეალურ ცხოვრებაში ამ უსაფრთხოების გარანტიებიდან რაც მივიღეთ და რაც შერჩა უკრაინას ჩვენ ხედავთ, შესაბამისად ნებისმიერი დოკუმენტი, ნებისმიერი განცხადება, ნებისმიერი ხელშეკრულება, რომელიც უზრუნველყოფს უკრაინის უსაფრთხოებას, ეს ფარატინა ფურცელია. ერთადერთი, რაც რეალურად უზრუნველყოფს უკრაინის უსაფრთხოებას, ეს იქნება ძლიერი უკრაინული არმია და ჩვენ აი ამ 4 წლის განმავლობაში ვნახეთ, რომ რა თქმა უნდა, დასავლური დახმარებით, თუმცა მაინც ძირითადი გარანტი იმის, რომ უკრაინის სახელმწიფო გადარჩა, არის სწორედ უკრაინული არმია, მისი უნარი გაუწიოს წინააღმდეგობა ოკუპანტებს იმ წილი შესაძლებლობებით, რომელიც მათ აქვთ და შეგახსენებთ, რომ ნებისმიერი დახმარება, რომელსაც იღებს უკრაინა დასავლეთიდან, არ არის იმ მასშტაბის და იმ სიძლიერის, რომელიც უკრაინას შანსს მიცემდა რომ თუნდაც კონჩეტევაზე გადასულიყო, ამ დრომდე რაც კი გააჩნია უკრაინას, არის ის, რომ მათ თავი დაიცვან და ამ თავდაცვას ისინი, როგორც ხედავთ, 4 წლის განმავლობაში მეტნაკლები წარმატებით ახერხებენ იმდენად, რამდენადაც უკრაინის სახელმწიფოებრიობა ჯერ კიდევ გადარჩენილია. რუსეთი თავის მიზნებს ვერ აღწევს, არათუ სტრატეგიულ, არამედ ოპერატიულ მიზნებსაც კი ვერ აღწევს, შესაბამისად ეს ყველაფერი სწორედ უკრაინული არმიის დამსახურებაა. გარდა ამისა,
ამისა, აქვე მინდა ვისაუბრო ტრამპის ეგრეთ წოდებულ უსაფრთხოების კონცეფციაზე, რომელიც ერთი შეხედვით ისე ჩანს, თითქოს ის ევროპას თავს ანებებს. მე არ მჯერა, რომ ამერიკაში პოლიტიკურ ესტაბლიშმენტს არ ესმის, რომ ევრაზია ეს არის კონტინენტი, კი ორი სხვადასხვა კონტინენტია, თუმცა ძირითადად გეოგრაფიულად ისინი ერთმანეთისგან არ არიან გარიდებული ოკეანეებით ერთი სახმელეთო სივრცეა კი მენტალურად, იდეოლოგიურად განსხვავდება ევროპა და აზია, თუმცა გეოგრაფიულად ერთი სივრცეა. შესაბამისად, როდესაც არის არეულობა ევროპაში, არეულობა გადადის აზიაში, აზიიდან გადადის წყნარ ოკეანეზე და ოკეანიდან უკვე უბრუნდება ამერიკას. ეს პრობლემები შესაბამისად მეორე მსოფლიო ომის მერე, პერლ-ჰარბორის მერე, როდესაც ამერიკამ გადაწყვიტა, რომ სწორედ ამერიკა უნდა იყოს ევროპის უსაფრთხოების გარანტი, ეს არ ყოფილა იქიდან, რომ უბრალოდ ევროპელებს ლამაზი თვალები აქვთ და ამერიკელებს ძალიან უნდათ, რომ ევროპა აყვავდეს და ერთგვარი სამოთხე ჩამოყალიბდეს ევროპაზე, არა ეს პირველ რიგში ამერიკის ინტერესებიდან გამომდინარეობდა. შესაბამისად, არ მგონია, რომ ამერიკელები ახლა ამას ვერ ხვდებოდნენ, უბრალოდ ტრამპი მისი, ასე ვთქვათ, მემარჯვენე ულტრაპოპულისტური პოლიტიკიდან გამომდინარე, ცდილობს, რომ სწორედ ეგრეთ წოდებული ევროპა კონდეს ოღონდ ორბანის ევროპა, ასე ვთქვათ, სადაც რაღაცა პოპულისტური იდეებით არის ნასაზრდოები პოლიტიკა. და სწორედ ეს არის ტრამპის სურვილი. გარდა ამისა, ის რატომაც ახლა ტრამპი ასე აქტიურობს, არის არჩევნები და არჩევნები, რომელსაც ის ითხოვს უკრაინაში, არა ეს არჩევნები, არამედ არჩევნები, რომელიც ამერიკაში იქნება მომავალ წელს. ტრამპი კარგად ხვდება, რომ მას რამდენიმე თვე აქვს დარჩენილი ესეთი თავისი გიჟური პოლიტიკისთვის, რომ ნებისმიერ ფასად მიაღწიოს მშვიდობას უკრაინაში. და მიუხედავად იმისა, ეს იქნება მშვიდობა თუ კაპიტულაცია, ტრამპს ამის მიღწევა უნდა და მან იცის, რომ ამისთვის სულ რამდენიმე თვე აქვს დარჩენილი, რადგან ამის შემდეგ დაიწყება საარჩევნო ციებ-ცხელება ამერიკაში. ჩვენ ვხედავთ, რომ ყველა შუალედურ თუ გარდამავალ არჩევნებში, რომელიც ამ პერიოდში ამერიკაში ჩატარდა, რესპუბლიკელები აგებენ და თუ კი ასე გაგრძელდება წლის ბოლოს, 2026-ის ბოლოს, როდესაც არჩევნები ჩატარდება, ის დაკარგავს კონგრესს და თუ კი დაკარგავს კონგრესს, ის დაკარგავს ძალიან ბევრ ბერკეტს. შესაბამისად, ახლა როცა წინ შობა არის, შემდეგ საშობაო ვარდადაგები, სწორედ ეს პერიოდი აქვს ტრამპს იმისთვის, რომ როგორმე მიაღწიოს თავის მიზნებს. ამის შემდეგ მას მოუწევს ამერიკელი ამომრჩევლის სურვილების მკაფიო გათვალისწინება ის პოლიტიკაში. ხოლო რაც შეეხება ამერიკელ ამომრჩეველს, ყველა კვლევა აჩვენებს, რომ ის არ ამართლებს ტრამპის პოლიტიკას უკრაინასთან მიმართებაში და ბოლო ასეთი კვლევა NBC-ს ჩაატარა და ეს არის მაჩვენებლები, თქვენ ხედავთ, რომ უმრავლესობა ამერიკელებისა არ ამართლებს ტრამპის პოლიტიკას და როგორც არ უნდა უნდოდეს ტრამპს, რომ რუსეთთან რაღაცა კარგი ურთიერთობები ქონდეს, ამერიკელები რუსეთს მეგობრად ვერ მიიჩნევენ. შესაბამისად, ტრამპს მოუწევს ამერიკელი ხალხის აზრის გათვალისწინება. სწორედ ამიტომ ჩქარობს ახლა ტრამპი როგორღაც ზეწოლას ზელენსკიზე იმისთვის, რომ ნებისმიერ ფასად მშვიდობა მიიღოს, თუმცა აქ უნდა აღინიშნოს ზელენსკის ძალიან სწორი ნაბიჯები, ის არ უარყოფს არც ერთ წინადადებას, რომელიც მოდის ამერიკისგან, თუმცა ძალიან პრაგმატულ და პრაქტიკულ წინადადებებს აყენებს იმისთვის, რომ მშვიდობა მიიღწეს და შესაბამისად ჩვენ ვართ აი ამ დროის გაწევის და დროის მოგების პოლიტიკას ვადევნებთ თვალყურს, როდესაც პუტინი ცდილობს, რომ დრო მოუგოს ტრამპს იმისთვის, რომ თავის მიზნებს მიაღწიოს, ხოლო მეორე მხრივ ზელენსკი ცდილობს იგივეს გაკეთებას იმისთვის, რომ არ მოუწიოს კაპიტულაცია. გარდა ამისა, ჩვენ ბერლინის მშვიდობა მოლაპარაკებების შემდეგ ვნახეთ მერცის საკმაოდ საინტერესო ინიციატივა, რომ თუკი პუტინს სურს მშვიდობა საშობაოდ ცეცხლის შეწყვიტოს და ეს იქნება ძალიან კარგი ნაბიჯი, თუმცა ვივარაუდებ, რომ ეს ყველაფერი ისევ სიტყვებად დარჩება, ომი გაგრძელდება მით უფრო იმ ფონზე, როდესაც ჩვენ ვნახეთ, რომ კუპიანსკი, რომელიც დეკემბრის დასაწყისში გერასიმოვმა აღებულად გამოაცხადა, არც თუ ისე აღებული აღმოჩნდა და პირიქით უკრაინელების საკმაოდ წარმატებული კონჩეტევა იყო და ჩვენ ვნახეთ მათ შორის ზელენსკიც ჩასული კუპიანსკში, ამაზე წინა ეპიზოდში საუბრობდით და ასევე ფრონტზე არსებულ მდგომარეობაზე და დინამიკაზე ეპიზოდის მეორე ნახევარში უკვე რუკებზე შემოგთავაზებთ იმას თუ რა ხდება იქ და ტრადიციულად სამ რუკაზე იქნება, როგორც Deep State-ზე, ასევე რუსულ სლივერშნი კაპრიზზე და ასევე ამერიკულ ომის შემსწავლელი ინსტიტუტის რუკაზე. უნდა ვისაუბრო კიდევ ერთ თემაზე, როგორც არის გაყინული რუსული აქტივები. ევროკავშირმა ვერ შეძლო ბრიუსელზე ბელგიის ხელისუფლებაზე საბოლოო ზეწოლის მოხდენა იმისთვის, რომ ეს გაყინული
აქტივები გადაეცა უკრაინისთვის, თუმცა სამაგიეროდ ძალიან მარტივად შეძლო ის, რომ სამუდამოდ გაყინა რუსული აქტივები. რას ნიშნავს ახლა ეს? აქამდე წელიწადში ერთხელ ხდებოდა აი ამ გაყინვის გახანგრძლივება და ახლა სამუდამოდ გაიყინა რუსული აქტივები მანამდე, სანამ ომის შემდგომ რუსეთი არ მოახდენს უკრაინის აღდგენაში თანხების ჩადებას და აი იმ ზიანის ანაზღაურებას, რომელიც რუსეთმა უკრაინას მიაყენა. ამრიგად ევროკავშირმა აჩვენა კიდევ ერთხელ ერთიანობა, რომ თუ კი გარდამავალ და შუალედურ გადაწყვეტილებებში, რაც სრული კონსენსუსია საჭირო, არ გაყვება ევროკავშირი სხვადასხვა ქვეყნები მას სრულად, ამ შემთხვევაში საუბარი არის არა მხოლოდ იგივე ორბანზე ან ფიცოზე, რომელიც ყველას დაავიწყდა, არამედ მათ შორის ბელგიაზეც, რომელსაც ჰქონდა გარკვეული შიშები აი ამ ფულის გამოყენებასთან დაკავშირებით, ის მიიღებს სხვა გადაწყვეტილებას და ეს სხვა გადაწყვეტილება შესაძლოა კიდევ უფრო მტკივნეული იყოს, რადგან ახლა უკვე არ იქნება ყოველწლიური ვაჭრობა, გახანგრძლივდება თუ არ გახანგრძლივდება ეს გაყინული აქტივები, არამედ ის საბოლოოდ გაყინული არის და ასე დარჩება, სანამ რუსეთი არ ანაზღაურებს ზარალს. თუმცა ეს ძალიან შორეული პერსპექტივაა, შესაბამისად ძალიან დიდი ხნით გაიყინა ეს თანხები, მაგრამ რა ხდება ახლა, როდესაც 2026 წელი მოდის და უკრაინას სჭირდება რეალური ფინანსური და სამხედრო დახმარება იმისთვის, რომ ამ ომის წარმოება გააგრძელოს და გამოქვეყნდა კვლევები, აი ეს არის წლების მიხედვით, თუ როგორი არის სამხედრო დახმარება უკრაინის მიმართ და ლურჯად არის აღნიშნული ევროკავშირის დახმარება. ნაცრისფრად არის აღნიშნული სხვა ქვეყნები, აქ საუბარია ავსტრალია, იაპონია, მათ შორის თუნდაც ჩინეთი, ხოლო სტაფილოსფრად აქ არის აღნიშნული ამერიკული დახმარება და წლების განმავლობაში თქვენ ხედავთ, რომ ძალიან დიდი იყო ამერიკული წილი, ხოლო მას შემდეგ, რაც ტრამპი მოვიდა ხელისუფლებაში, ეს წილი პრაქტიკულად გაქრა. ანუ ამერიკული სამხედრო დახმარება უკრაინის მიმართ გამქრალია და თუ კი დახმარებაზე არის საუბარი, ჩვენ ხედავთ, რომ სრულად წლევანდელი წელი ევროკავშირმა დაფარა. შესაბამისად, უნდა ვივარაუდოთ, რომ ევროკავშირი მომავალშიც გააგრძელებს ამ თანხების მობილიზებას, შესაძლოა გაუჭირდეთ, შესაძლოა მათ მოუწიოთ სხვადასხვა გადაწყვეტილებების მიღება, თუმცა ჩვენ ნახეთ, რომ წლევანდელი წელი ამით გამოირჩა, რომ პირდაპირ ამერიკული სამხედრო დახმარება გაქრა და ის მთლიანად, როგორც ხედავთ, ჩაანაცვლა ევროკავშირმა. რა თქმა უნდა, აქვე უნდა დაგვაუწყდეს, რომ ჯერ კიდევ გრძელდება და დიდი ალბათობით მომავალშიც გაგრძელდება ამერიკული შეიარაღების ჩასვლა უკრაინაში, შეგახსენებთ მექანიზმს, ეგრეთ წოდებულს, როდესაც ევროკავშირის წევრი და ასევე ნატოს წევრი ქვეყნების ფულით ხდება ამერიკული იარაღის შესყიდვა და შემდეგ უკრაინაში მათი გადაცემა. გარდა ამისა, ჩვენ ხშირად გვესმის ხოლმე ტრამპის მხრიდან სპეკულაციები, რომ თითქოს უკრაინა დაიღალა და უკრაინელ ხალხს მოწონს ტრამპის გეგმა ნებისმიერ ფასად მშვიდობის, თუმცა ამაზე საპასუხოდ უკრაინაში ჩატარდა კვლევები და კვლევებმა აჩვენა, რომ უკრაინელების 62% მზად არის გაუძლოს რამდენ ხანსაც საჭირო იქნება. ეს არის საკმაოდ მაღალი მაჩვენებელი, გარდა ამისა 72% მზად არის მხარი დაუჭიროს სამშვიდობო გეგმას, რომელიც მოიცავს საბრძოლო მოქმედებების გაყენვას მიმდინარე ფრონტის ხაზზე. ანუ ეს ორი მაჩვენებელი ჩვენ გვაჩვენებს, რომ უკრაინელებს რა თქმა უნდა მშვიდობა სურთ, ძალიანაც სურთ, რადგან გამორიცხულია ვინმეს იმაზე მეტად უნდადეს მშვიდობა ვიდრე ქვეყანას, რომელიც ყოველდღიურ ომშია, რომელიც ყოველდღიურ საჰაერო თავდასხმებშია, თუმცა უკრაინელები არ არიან მზად ნებისმიერ ფასად, ანუ უკრაინელები არ არიან მზად კაპიტულაციისთვის. შესაბამისად, თუ კი რეალურად ტრამპს სურს მშვიდობის მიღწევა, ვფიქრობ, აი ამ ორ მონაცემს უნდა მიაქციოს ყურადღება, როგორმე მოახდინოს ზეწოლა პუტინზე, რომ გაიყინოს საბრძოლო მოქმედებების ზონაში, სადაც ახლა არის ცეცხლი, იქ გაიყინოს, შემდეგ უკვე თუნდაც არჩევნები ჩატარდეს და რაც უნდათ ის გააკეთონ.
ამის მზაობას უკრაინელი ხალხი და თავად პრეზიდენტი ზელენსკის აჩვენებს. არჩევნებზე არ წყდება საუბარი, მუდმივად მიმდინარეობს სპეკულაციები. მე არაერთხელ შევხები ვარ ამ თემას სხვა ეპიზოდებში, თუმცა დღესაც კიდევ ერთ, ასე ვთქვათ, ვერსიას შემოგთავაზებთ, როგორც წარმოგიდგენიათ. იყო ვერსიები, რომ რაღაცა ბლოკჩეინებით და სხვადასხვა ტექნოლოგიებით ჩატარდეს არჩევნები და არა ფიზიკურად უბნებზე და როგორც წარმოგიდგენიათ, ასეთ პირობებში რომ ჩატარდეს არჩევნები და დაუშვათ, რომ ზელენსკი რაღაც დიდი უპირატესობით მოიგო, ვინმე აღიარებს ამ არჩევნებს და ამ შემთხვევაში ვინმეში რუსეთს გულისხმობ, თუ იტყვიან, რომ თქვენ იქ რაღაც აპლიკაციაში ჩაატარეთ არჩევნები და ეგ არალეგიტიმური არჩევნები არისო. თუ იქნება ისე ჯობდეს არჩევნების ჩატარება ზაპოროჟიეში და ხერსონში ეგრეთ წოდებული რეფერენდუმები რომ ჩაატარეს და დაწერეს რიცხვები რაც უნდათ და უკრაინელებმაც ასე დაწერონ რიცხვები და ამას მიიღებს ვინმე, რა თქმა უნდა არ მიიღებს. მოდი დავუშვათ რომ როგორღაც მაინც მიიღო უკრაინამ გადაწყვეტილება და საომარი მოქმედებების პარალელურად ჩატარდა არჩევნები და ამ შემთხვევაში ვინმე ვისაც მოუნდება ზელენსკის გაკრიტიკება საომარი მოქმედებების დროს გატარებული ცვლილებების ან ქვეყნის მართვის სტილის გამო. როგორც წარმოგიდგენიათ, ხელისუფლების კრიტიკა ისე რომ მტრის წისქვილზე არ დაასხა წყალი და ნებისმიერი ოპონენტი ზელენსკის, რომელიც იტყვის, რომ ზელენსკიმ შეცდომა დაუშვა, რამხელა კარტ ბლანშს მიცემს ზელენსკის, რომელიც იტყვის, რომ აი მე ვცდილობ, რომ ქვეყანა ომის პერიოდში მართო და ისინი კიდევ პუტინის მაგივრად მემაბრალებენ ომის წარმოებას. წარმოიდგინეთ, რამხელა უპირატესობა იქნება ეს უშუალოდ ზელენსკისთვის. ასე რომ კიდევ ერთხელ ნებისმიერი საუბარი არჩევნებზე ომის მიმდინარეობისას არის აბსურდი, პოლიტიკური აბსურდი, ამისთვის მინიმუმ 60-90 დღიანი სამშვიდობო პერიოდი არის საჭირო იმისთვის, რომ ნორმალური წინასაარჩევნო კამპანია შედგეს, იმისთვის, რომ თუნდაც ეხლა უკრაინაში არანაირი ალტერნატიული საინფორმაციო წყარო არ არსებობს, ერთიანად ექვემდებარება ერთიანი ტელემარათონი არის და თითქმის ყველა არხზე ერთი და იგივე ტიპის ინფორმაცია გადის და როგორ წარმოგიდგენიათ ასეთ პირობებში საარჩევნო კამპანიის ჩატარება, როგორ წარმოგიდგენიათ საარჩევნო შეკრებების ჩატარება, მოკლედ აბსურდი არის არჩევნები ომის პარალელურად. კიდევ ერთი საკითხი, რომელსაც დღევანდელ ეპიზოდში მინდა შევეხო, არის ცოცხალი ძალის დანაკლისი და ასე ვთქვათ დეფიციტი უკრაინის შეიარაღებულ ძალებში. ეს სერიოზული დანაკლისი არის. ჩვენ გვქონდა სტატისტიკა, როდესაც დანაყოფები და ფრონტის სხვადასხვა ხაზზე უკრაინის სამხედროები თვითნებურად ტოვებდნენ პოზიციებს და სწორედ იგივე ჰოლიაპოლეს, იგივე სივერსკის მიმართულებით რუსების წინსვლა ხშირ შემთხვევაში სწორედ აი ასეთმა ქმედებებმა განაპირობეს, როდესაც უკრაინელებმა თვითნებურად დატოვეს პოზიციები. ამ მიმართულებით, ასე ვთქვათ, იცვლება მიდგომა და გვაქვს სირსკის ახალი განკარგულება, რაში არის ახლა საქმე. ძირითადად ფრონტის მიტოვებას ან სხვადასხვა დანაყოფების მიტოვება უკრაინული სამხედროების მხრიდან განპირობებული იყო იმით, რომ მათ არ მოწონდათ მეთაურობა. ანუ თუ უკრაინელ ჯარისკაცს არ მოწონდა მეთაურის მიდგომა, ან მისი ტაქტიკა, ან სტრატეგია, ის წერდა განცხადებას, რომ სურს გადავიდეს სხვა დანაყოფში, მეთაურები რა თქმა უნდა უარს ამბობდნენ, იმიტომ რომ ისედაც დეფიციტი ჰქონდათ, შემდეგ თვითნებურად ტოვებდნენ სამხედროები დანაყოფებს. ამის მერე გარკვეული პერიოდის გასვლის დროს მიდიოდნენ შესაბამის ორგანოებში, ამბობდნენ რომ მათ თვითნებურად კი დატოვეს ესა და ეს დანაყოფი, მაგრამ სურვილი აქვთ დაბრუნდნენ არმიაში, ოღონდ აი ამ დანაყოფში, მათ ამას უკმაყოფილებდნენ და ასე ხდებოდა დაბრუნება სამხედროების სხვა იმ დანაყოფებში, რომელშიც მათ სურდათ. ეს რა თქმა უნდა იწვევდა არათანაბარ მდგომარეობას ფრონტის სხვადასხვა მონაკვეთზე და ვერ ნაჩვენებოდა ფრონტის მონოლითურობა, ასე ვთქვათ, და იქნებოდა ეს რაღაცა შავი წერტილები, რომლის გარღვევასაც რუსები ახდენენ. ამის აღმოსაφხვრელად სირსკიმ მიიღო ახალი განკარგულება, თუ კი ასეთი რაღაცა მოხდება, ადამიანის თვითნებურად დატოვებს პოზიციებს და წავა და ქვედანაყოფიდან, უკან მოbrunების შემთხვევაში, უკეთეს შემთხვევაში მას იგივე დანაყოფში დააბრუნებენ, უარეს შემთხვევაში ეგრეთ წოდებულ შტურმავიკებში. შტურმავიკებში დაბრუნება გასაგებია, ეს არის პრაქტიკულად სიკვდილზე წასვლა, რადგან
ეს არის დანაყოფები, რომელიც ფრონტის ნულოვან ხაზზე არიან და პირდაპირ ხშირ შემთხვევაში რუსული FPV დრონების მსხვერპლები ხდებიან. ამიტომ აი სირსკი ამ მეთოდით ეცადა აი ამ პრაქტიკის შეჩერებას უკრაინულ არმიაში, თუმცა ამას მოყვა საკმაოდ დიდი კრიტიკა და უკმაყოფილება როგორც ექსპერტებში, ასევე თვითონ შეერაღებული ძალების წარმომადგენლებში, რადგან გაჩნდა განცდა, რომ ასე ჯარისკაცები, რომლებსაც სურთ არ მოწონთ მეთაური და თვითნებურად ტოვებენ პოზიციებს, სწავლენ მაინც, მაგრამ უკან აღარ დაბრუნდებიან და ეს დეფიციტი კიდევ უფრო გართულდება. თუმცა, სირსკის გადაწყვეტილება არის ისეთი, როგორიც არის და ნახოთ ეს რა გავლენას მოახდენს ფრონტზე. კიდევ ერთი სიახლე ამ მიმართულებით, ასე ვთქვათ, ფრონტის მონოლითურობის შენარჩუნებისკენ გადადგმული ნაბიჯი შესახებ მინდა მოგიყვეთ და ეს არის საერთაშორისო ლეგიონების, ასე ვთქვათ, დაშლა. ასე გულისხმობს ახლა ეს არა გაუქმებას, რა თქმა უნდა. აქვე გეტყვით, მოკლედ ჩვენ და თქვენ ალბათ კარგად იცით, რომ უკრაინის მხარეს ძალიან ბევრი საერთაშორისო ლეგიონი არის, მათ შორის თქვენ იცით ქართული ლეგიონის შესახებ, ასევე ქართველების შესახებ, რომელიც სხვადასხვა ლეგიონებში უკრაინის შეერაღებული ძალებში მსახურობენ, ასევე სხვადასხვა უცხოურ დანაყოფებში. ძალიან, ასე ვთქვათ, აქტიურობენ სამხრეთ ამერიკელები, სხვათა შორის და ერთ-ერთ წინა ეპიზოდში მე განაჩვენეთ კიდევაც ვიდეო, სადაც იგივე კუპიანსკში წმენდაზე კოლუმბიური დანაყოფი შედიოდა. მოკლედ ახლა სირსკის მეთაურობით გადაწყვეტილება მიიღეს, რომ ასეთი დანაყოფები დაიშალოს და არა გაუქმდეს, არამედ დაიშალოს და შეუერთდეს უკრაინის სხვადასხვა დანაყოფებს. რით არის განპირობებული, როგორც ხსნიან უკრაინელები ამას? ომის პირველ წლებში, რა თქმა უნდა, ძალიან დიდი, ასე ვთქვათ, როლი და წვლილი შეიტანეს საერთაშორისო ლეგიონებმა უკრაინის თავდაცვაში. უკრაინაში ჩავიდა ძალიან ბევრი გამოცდილი და კარგი მებრძოლი, რომელსაც ჰქონდა პრაქტიკაც, საბრძოლო ცოდნაც და ისინი ძალიან ბევრ მიმართულებაზე ძალიან კარგად იბრძოდნენ, მათ შორის იგივე კიევის დაცვის საქმეში, მათ შორის ქართველებიც ძალიან აქტიურად იყვნენ ჩართულები. თუმცა ახლა გვაქვს ასეთი სიტუაცია, როდესაც აი ეს საერთაშორისო ლეგიონები, ასე ვთქვათ, არ იბრძვიან იქ და მაშინ, როდესაც უკრაინის გენშტაბს ჭირდება, არამედ იქ და მაშინ, როდესაც თვითონ ლეგიონის წარმომადგენლები თვლიან საჭიროდ. ანუ იმ მიმართულებაზე, სადაც მათთვის უფრო კომფორტული არის და სადაც მათ ეს უნდათ, ასე რომ ვთქვათ. ეს კი გენშტაბს ხელს უშლის ფრონტის საერთო მართვაში. და პირობითად ვთქვათ, როდესაც გენშტაბს დაჭირდება, რომ რომელიმე ლეგიონი რაღაც კონკრეტულ მიმართულებაზე წავიდეს, რომელზეც პირობითად არის პასუხისმგებელი და უცხოური ლეგიონის წარმომადგენლები უარს ამბობენ იქ წასვლაზე, მაშინ უწევთ სხვა უკრაინულ დანაყოფების მოძიება იმის შესავსებად და ამიტომ აი ეს ფრონტის მონოლითს ხელს უშლის. ამიტომ სირსკიმ გადაწყვიტა, რომ აი ეს ცალკე ლეგიონებად აღარ იყვნენ და სამხედროები, რომლებიც იყოფებიან უკრაინაში, ასე ვთქვათ, შეერიონ უკრაინულ დანაყოფებს. ეს გადაწყვეტილებაც კრიტიკის საგანი გახდა უკრაინაში, რადგან ექსპერტული წრეების ნაწილი თვლის, რომ ასე შესაძლოა ეს საერთაშორისო ლეგიონები საერთოდ გაუქმდნენ და ადმინდა წავიდნენ უკრაინიდან. ნახოთ ეს გადაწყვეტილებაც როგორ გამოხმაურებას პოვებს ფრონტზე და რა იქნება ამასთან მიმართებაშიც. შეგახსენებთ, რომ თუ კი ჯერ ვიდეო არ გაქვთ დალაიქებული, ახლა დაალაიქოთ ვიდეო, თუ კი არხი არ გაქვთ გამოწერილი, რას ველოდებით, ახლა გამოიწერეთ არხი, გააზიარეთ თქვენ სოციალურ ქსელებში, იაქტიურეთ კომენტარებში. და გადავიდეთ უკვე ფრონტზე არსებულ სიტუაციაზე, იმაზე თუ რა ხდება, ტრადიციულად სამ რუკაზე ახსნეს სიტუაციას, ეს არის უკრაინული Deep State, რუსული სლივაჩნი კაპრიზი და ომის შემსწავლელი ინსტიტუტის რუკები და დავიწყოთ კუპიანსკით, რა თქმა უნდა. კუპიანსკის დეოკუპაცია უკრაინელებმა პრაქტიკულად შეძლეს, ჩვენ ვხედავთ, რომ აი აქ ძალიან ორი რუსული დანაყოფი არის საბრძოლო მოქმედების ალყაში, ასე ვთქვათ, უკრაინელებმა სრულად გაათავისუფლეს სობლივკა, მირნე, კინდელშილკა, რომელიც მნიშვნელოვანი არის აი ამ ჩრდილო-დასავლეთის ფრონტიდან და აი აქ ძალიან პატარა, ასე ვთქვათ, რუსული დანაყოფი არის დარჩენილი კუპიანსკში, სადაც მინერებს წმენდის ოპერაციები. სლივაჩნი კაპრიზი რუსები არ იპოვებიან ბედს, ასე ვთქვათ, და მონიშნავს არ აახლებენ იმის შესახებ, რომ უკრაინელებმა შეძლეს აი ამ ტერიტორიების დეოკუპაცია, თუმცა ეს უკრაინული დროშების მონიშნა მათი ზურგის სიღრმეში მიანიშნებს იმაზე, რომ ისინი უბრალოდ რუკაზე არ ასახავენ ჯერ მოვლენებს, თუმცა აქ უკვე უკრაინელები იმყოფებიან, რაც შეეხება ომის შემსწავლელ ინსტიტუტს, აქ ხედავთ, რომ კუპიანსკი სრულად დეოკუპირებული არის, ორი პატარა
დანაყოფი, რომელიც იგივე Deep State-ის რუკაზე არის მონიშნული, არის დარჩენილი და აქ მიმდინარეობს წმენდის ოპერაციები, არაერთი კადრი მოდის კუპიანსკიდან და ამ კადრებს Telegram არხზე შეგიძლიათ ნახოთ. შეგახსენებთ, რომ Telegram არხის წარმოებაც დავიწყე და აღწერაში მისი ლინკიც არის, თუ კი ვერ იპოვით და კომენტარებში ჩაგიგდებთ, რადგან საკმაოდ ძიმე კადრები არის და YouTube-ზე ამ კადრების ჩვენება ვერ ხერხდება. ისაც ახლა ხდება კუპიანსკში, არის ტიპური წმენდის ოპერაცია, უკრაინული დანაყოფები შედიან სოფელ, ქალაქ, ანუ შენობა და ხდება სარდაფების გაწმენდა, სადაც დარჩენილი არიან რუსი ჯარისკაცები. კუპიანსკის აღებას ჰქონდა კიდევ ერთი ძალიან არამხოლოდ ასე ვთქვათ პოლიტიკური მნიშვნელობა, რომ თითქოს უკრაინას კარტები არ უჭირავს, არამედ წმინდა სამხედრო თვალსაზრისით ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. იყო საფრთხე, რომ კუპიანსკის აღმოსავლეთით, აი ამ ჯიბეში, საკმაოდ დიდი რაოდენობის უკრაინული ძალები, ასე ვთქვათ, ალყაში მოქცეული იყვნენ. რაზე არის საუბარი? აქ არის ჩამოდის მდინარე ოსკოლი, როგორც იცით, აი ეს მდინარე და ამ მდინარეზე სულ არის ორი გადასასვლელი ხიდი. ერთი სამხრეთით, აი ამ მონაკვეთზე, ერთი აი აქ. თუკი კუპიანსკის აღებას რუსები საბოლოოდ შეძლებდნენ, აი ეს ხიდი ამჯარების მომარაგებისთვის დაიკარგებოდა, შესაბამისად ერთადერთი უკრაინელების მომარაგების გზად აი ეს რჩებოდა, რაც საკმაოდ დიდ ფართობზე სერიოზულ პრობლემებს შექმნიდა და უკრაინულ დანაყოფებს, რომელიც აი ამ ჯიბეში არიან, ალყის საფრთხის ქვეშ მოაქცევდა. შესაბამისად, კუპიანსკის აი ამ წარმატებას სხვა ყველაფერთან ერთად ეს დანიშნულებაც ჰქონდა წმინდა სამხედრო ტექნიკური. შემდეგი მონაკვეთი, რომელზეც მინდა გადავიდე, ეს არის იამპალი ლიმანის მიმართულება. აი ესეთი ვითარება არის და აქ უკრაინელებს გარკვეული წინსვლა, ბოდიში, რუსებს გარკვეული წინსვლა აქვთ. იგივე სიტუაცია არის სლივოჩნიკ-აპრეზზე, თუმცა დამატებით, რასაც ჩვენ სლივოჩნიკ-აპრეზზე ვხედავთ, არის აი ეს დამატებითი რუსული დანაყოფების მობილიზება, რომელიც ჩრდილოეთით იგივე იამპალი ლიმანის მიმართულებით, როგორც ჩანს, განახორციელებენ შეტევას და რაც შეეხება ომის შემსწავლელ ინსტიტუტს, აი ამ მონიშნვაზე ჩვენ ვხედავთ აი ამ ყვითელ ვარდისფერ მონაკვეთს, სადაც რუსების უპირატესობა აღენიშნება ქალაქ ლიმანთან მიმართებაში. ერთი რისი ხაზგასმაც მინდა, ეს ტერიტორია გამოირჩევა ტყის მასივებით, საუბარია აი ამ ტერიტორიაზე. იამპალიდან ლიმანთან მიმავალ გზაზე და აქ ახლა აქვთ საბრძოლო უპირატესობა რუსებს, როგორც ხედავთ, თუმცა როგორც გითხარით, ეს არის ტყის მასივები, რაც გულისხმობს იმას, რომ ზამთრის დადგომასთან ერთად მწვანე საფარი გაცვლდება, რაც უკრაინელებს დაუბრუნებს უპირატესობას უკრაინულები ვიდრონებს, ასე ვთქვათ, და აი ეს შეტევის ტემპი, რომელიც ნოემბერ-ოქტომბერში რუსებს ჰქონდათ, ვივარაუდებ, რომ შემცირდება, რადგან ზამთრის დადგომასთან ერთად ისევ ძალიან მარტივი დასანახი გახდება ეს დანაყოფები, რომელიც შეტევაზე არიან და განადგურდებიან რუსული ვიდრონების მიერ. შესაბამისად, აი ამ მიმართულებაზე ვივარაუდებ, რომ აი ეს ტემპი, რომელიც ნოემბერ-ოქტომბერში ჰქონდათ, შემცირდება. შემდეგი მიმართულება, რომელზეც მინდა საუბარი, ეს უკვე არის პოკროვსკი-მირნოჰრადის აგლომერაცია, ასე ვთქვათ, ვითარება კრიტიკულია, თუმცა ამას ვამბობთ უკვე თითქმის თქვენ ნახევარია, რომ კრიტიკული ვითარება არის, ვითარება კრიტიკულია Deep State-ის რუკაზე, ვითარება კრიტიკული არის ომის შემსწავლელი ინსტიტუტის რუკაზე, ვხედავთ, რომ პრაქტიკულად აღარ არსებობს აქ გასასვლელი, თუმცა რატომღაც სლივოჩნიკ-აპრეზი არაფერს არ ცვლის ამ რუკაზე, გაუგებარია აბსოლუტურად, რას აკეთებენ, თუმცა მოდი ახლა ერთ საკითხზე მინდა გავამახვილო თქვენი ყურადღება. პოკროვსკი-მირნოჰრადის ჩრდილო-დასავლეთით არის აი ესეთი სოფელი ხრიშნე და ბოლო ერთ კვირაში ორჯერ დაფიქსირდა რუსების შტურმის მცდელობა ამ ქალაქზე.
ორივეჯერ დაახლოებით აი ამ მონაკვეთზე უკრაინელებმა შეძლეს, აი ამ მონაკვეთზე უკრაინელებმა შეძლეს აი ამ შტურმის აღკვეთა. ახლა თქვენ ხედავთ სკრინშოტებს ამ აღკვეთილი შტურმიდან, ასე ვთქვათ. პირველ ჯერზე რუსები ეცადნენ აი კვადროციკლებით გარღვევას, თუმცა იქ უკრაინელებს მოწყობილი ჰქონდათ ხელოვნური წინაღობები, რომელშიც გაიჭედნენ კვადროციკლები და შემდეგ უკვე, როდესაც მოხდა მათი შეგროვება FPV დრონებით და სხვა ტიპის артиллериით დამუშავება ამ პოზიციაზე სულად გაანადგურეს ეს გარღვევის მცდელობა და შესაბამის კადრებს Telegram არხზე შეძლეთ რომ ნახოთ. შეგახსენებთ კიდევ ერთხელ Telegram არხის ლინკი არის აღწერაში და ასევე თუ ვერ იპოვით და კომენტარით დაგიგებთ და რამდენიმე დღეში უკვე მოტოციკლებით სცადეს რუსებმა გარღვევა ამ მონაკვეთზე, თუმცა იგივე ბედი ეწია რაც კვადროციკლებს. საკმაოდ უცნაური არის რატომ ცდილობენ ასე ხრიშნეს აღებას, თუმცა მე მაქვს ჩემი ვარაუდი, რომელსაც ახლა გაგზიარებთ. ჩვენ ნახეთ უკრაინის გენშტაბის განცხადება, რომ ხდება და შესაძლებელი არის ალტერნატიული გზების მობილიზება იმისთვის, რომ მიირნოხრადში დარჩენილი უკრაინელებისთვის ლოჯისტიკა არ შეწყდეს და მათი მომარაგება გაგრძელდეს. ეს საკმაოდ უცნაური განცხადება, თუნდაც Deep State-ის რუკას ვდავხედოთ, იმიტომ რომ პრაქტიკულად ეს მიირნოხრადი სრულად არის საბრძოლო მოქმედებების არეალში. აი ეს. ხოლო ომის შესწავლის ინსტიტუტის რუკაზე თუ გადავალთ, საერთოდ არაფერი აღარ არის დარჩენილი და ძალიან რთული მდგომარეობა არის და აქ როგორ შეიძლება რაიმე ახალ ლოჯისტიკურ გზაზე საუბარი, მაგრამ აი ამ შემთხვევაში შესაძლოა სწორედ ხრიშნე იყოს გამოსავალი, აი აქ გადის ესე ვთქვათ ამ შემთხვევაში სწორედ ხრიშნე შეიძლება იყოს გამოსავალი, რადგან აი აქ გადის აი ესეთი შიდა საქალაქო გზა, რომელიც ჩადის მიირნოხრადში და შესაძლოა, როდესაც უკრაინის გენშტაბი საუბრობს ალტერნატიული მომარაგების გზაზე, სწორედ ამაზე იყოს საუბარი, რადგან აი ეს ცენტრალური მაგისტრალი, რომელიც მიირნოხრადში შედის, ხედავთ, რომ სრულად საბრძოლო მოქმედებების არეალშია და ეს ამითი მომარაგება მიირნოხრადის ძალიან გაჭირდება. კიდევ ერთი გზა უკვე აღმოსავლეთიდან, რომელიც შემოდის ასევე საბრძოლო მოქმედებების არეალში არის და ეს გზაც პრაქტიკულად აც არის მოკლებული. არის კიდევ ერთი გზა აქ და ეს გზა გულიაეპოლეს ყოფილი გარღვევიდან ჩამოდის, აი ესე მიირნოხრადში. თუმცა აქ ჩვენ ხედავთ, რომ იგივე კრასნი ლიმანთან ეს გზა, ასე ვთქვათ, საბრძოლო მოქმედებების არეალში და ესეც ვერ მათ შორის ოკუპირებულ ნაწილში არის და ვერ გამოდგება მომარაგებისთვის. ამიტომ მე ვარაუდობ, რომ სწორედ ხრიშნეს გულისხმობს უკრაინის გენშტაბი, როდესაც საუბრობს, რომ გარკვეული ალტერნატიული მომარაგების გზები არსებობს და სწორედ ამიტომ აი ესე თავგამოდებით და გაცხარებით რუსები ცდილობენ ხრიშნეს აღებას. თუმცა, როგორც გითხარით, ბოლო კვირაში ორი მცდელობა ჰქონდათ და ორივე ჩაუვარდათ და იმედია ასეც გაგრძელდება. და ბოლო მონაკვეთი, რომელზეც მინდა გადავიდე, ეს არის გულიაეპოლი, აქაც ვითარება დროის გასვლასთან ერთად რთულდება, ესეთი მდგომარეობა არის Deep State-ის რუკაზე, ესეთი მდგომარეობა არის სლივოჩნი კაპრისის რუკაზე და ესეთი მდგომარეობა არის ომის შესწავლელი ინსტიტუტის რუკაზე. სამივე რუკა პრაქტიკულად ერთი და იგივე მონაცემს აჩვენებს, რომ აქ გარკვეული წინსვლა აქვთ რუსებს და მათ შორის წინსვლა აქვთ მდინარის ფორსირების ხარჯზე. რაც შეეხება მდინარეს, მეცნიერულ ეპიზოდებში გიყვებოდით, გულიაეპოლეს ყოფს მდინარე აი ესე ორ არათანაბარ ნაწილად და ჩვენ ხედავთ, რომ ძირითად ნაწილში ჯერ მისი ფორსირება რუსებმა ვერ მოახერხეს და აი სწორედ პრაქტიკულად აი აქ გადის აი ეს მათი უპირატესობა, თუმცა აი ამ მონაკვეთზე, როგორც ხედავთ, გადაკვეთილი აქვთ მდინარე და უკვე ქალაქს სამხრეთიდან უვლიან და თუკი ეს წინსვლა ასე გაგრძელდება, გულიაეპოლე შეიძლება აღმოჩნდეს სწორედ არამხოლოდ ჩრდილოეთიდან და აღმოსავლეთიდან რუსული შეტევის საფრთხის ქვეშ, არამედ უკვე სამხრეთიდანაც თუკი აი ეს ფორსირება გაგრძელდა. მოკლედ აი ესეთი ვითარება იყო ფრონტზე, რაც ჩვენ ვნახეთ.
და მე შევეცადე რომ როგორც ყოველთვის სამ სხვადასხვა რუკაზე მეჩვენებინა სად რა ვითარება. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ რომ თუ კი არ კარგავთ გამოწერილი უმორჩილესად გთხოვთ ახლა გამოიწეროთ არხი და ალაიქოთ ვიდეო გააზიაროთ თქვენ სოციალურ ქსელებში. რა თქმა უნდა დღევანდელი ეპიზოდი ვერ ჩაივლის ძალიან საინტერესო და კარგი ინფორმაციის გარეშე ეს ეხება რუსული წყალქვეშა ნავის ჩაძირვას ან დაზიანებას მინიმუმ ნოვოროსიისკის პორტში უკრაინული უსაფრთხოების სამსახურმა შეძლო კიდევ ერთი უკრაინული რუსული წყალქვეშა ნავის დაზიანება მინიმუმ შავი ზღვის ფლოტი რუსული უარყოფს რომ ეს მოხდა თუმცა ჩვენ გვაქვს კადრები აი ეს კადრები, სადაც დაფიქსირდა ნამდვილად აფეთქება, სწორედ იმ ადგილას, სადაც წყალქვეშა ნავი იდგა. შეიძლება არ განადგურებულა, მაგრამ დაზიანდა. ეს არის წყალქვეშა ნავების კლასი, რომელიც არ არის ასე ვთქვათ ბირთვული. მსგავსი ტიპის წყალქვეშა ნავი დაახლოებით 1 წლის წინ უკრაინელებმა სევასტოპოლში დააზიანეს, მაშინაც უარყო რუსულმა ფლოტმა ეს ინფორმაცია, თუმცა მოგვიანებით გაავრცელეს ცნობები იმის შესახებ, რომ იმ წყალქვეშა ნავს, რომელიც 1 წლის წინ დააზიანეს ქალაქ დონის როსტოვის სახელი ჰქონდა და თქვეს, რომ დონის როსტოვი რემონტზე არის წასული და ეს რემონტი ჯერ არ მოხსნილა, ასე რომ ეს უკვე მეორე ამ კლასის წყალქვეშა ნავი იქნება, რომელიც უკრაინელებმა დააზიანეს, საკმაოდ საინტერესო არის, რადგან რუსულ პორტში უპილოტო დრონით შეღწევა და იქ აფეთქება საკმაოდ სერიოზული ოპერაცია არის, ასე რომ უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის კიდევ ერთი ძალიან წარმატებული ოპერაციის შესახებ შეგვიძლია ვილაპარაკოთ და ცხადია ეს აი ამ სამხედრო წარმატებად შეგვიძლია ჩაუთვალოთ უკრაინელებს და ბოლოს მინდა ვისაუბრო რუსული შავი ზღვის რუსული ჩრდილოვან ფლოტზე, ასე ვთქვათ, იმ ნავთობტანკერებზე, რომლითაც სანქცირებული რუსული ნავთობი გადაადგილდება, გასულ თვეში 2 თუ 3 ასეთი ტანკერი ააფეთქა უკრაინულმა მხარემ და გაჩნდა ინფორმაციები იმის შესახებ, რომ ამაზე ნებართვა, ასე ვთქვათ, უკრაინამ მიიღო ამერიკული მხარისგან, თუმცა ჩვენ ნახეთ პუტინის მიერ გადადგმული ნაბიჯები და ეს ნაბიჯები იყო სამოქალაქო ნავების აფეთქება, უკრაინულ გემების აფეთქება უკრაინულ პორტებში, მათ შორის ოდესაში. აი ეს არის კადრები, როდესაც ჩვენ ნახეთ, რომ შაჰედი დაეჯახა ერთ-ერთ გემს. თავიდან იყო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თითქოს ეს ამ გემს გადაქონდა გენერატორები, თუმცა ან არასწორი ინფორმაცია ჰქონდათ რუსებს, ან ისევ სპეციალურად სამოქალაქო ინფრასტრუქტურას დაარტყეს, ამ გემზე იყო ზეთი. ეს არის თურქული გემი, რომელიც უკრაინიდან თურქეთის მიმართულებით გადადიოდა, იყო ჩვეულებრივი ზეთი, არანაირი გენერატორები, არანაირი სამხედრო დანიშნულების ობიექტი, ასე რომ აი ასე ვთქვათ, ასე აგრძელებს ტერორს რუსეთი, იბრძვის ისე როგორც შეუძლია, როდესაც ფრონტზე ვერ აღწევს წარმატებას, ცდილობს სამოქალაქო ინფრასტრუქტურის განადგურებას, სამოქალაქო ინფრასტრუქტურის განადგურებაზე ცდილობს ტერორის სამოქალაქო მშვიდობიან მოქალაქეებზე და ასე ყველა გზით, ასე ვთქვათ და ხერხით ცდილობს მიზნების მიღწევას, თუმცა მიზნებს ვერ აღწევს. წლევანდელი წელიც როგორც ჩანს, ისე ჩაივლის, რომ რუსეთი ვერც ერთ მიზანს ვერ მიაღწევს, არათუ სტრატეგიულ მიზნებს, არამედ ოპერატიულ მიზნებსაც კი, იმიტომ რომ ჯერჯერობით ვერც ერთ ოპერატიულ მიზანს, რომელიც რუსებმა დაისახეს წინ წლევანდელი წლისთვის ვერ მიაღწიეს. კი, ნელი წინსვლა ჰქონდათ, თუმცა მიზნები მიღწეული არ არის. მოკლედ, დღევანდელი ეპიზოდი ასეთი იყო. მადლობა, ვინც ბოლომდე მიყურეთ. შეგახსენებთ, რომ ვაწარმოებ ასევე Telegram არხს, რამდენიმე კვირა არის, სადაც ყოველ დღის ბოლოს შეგიძლიათ შეხვიდეთ, ჩამოსკროლოთ და იმ დღის განმავლობაში მნიშვნელოვანი ვიდეოები რაც იყო, ნახოთ, საკმაოდ მძიმე ვიდეოები მათ შორის. და ასევე შეგიძლიათ გამოყვეთ Patreon-ზე. Patreon-ი არის საშუალება დონაციის, იქ არის 3-5 დოლარიანი პაკეტი, შეგიძლიათ შეარჩიოთ და მე უკვე სისტემატურად გახდეთ არხის შემომწირველი. გარდა ამისა, აღწერაში არის ანგარიშის ნომერი, ვისაც დონაციის სრული გაქვთ. მოკლედ, დღევანდელი ეპიზოდი სულ ასეთი იყო. შეგახსენებთ, თუ კი არხი არ გაქვთ გამოწერილი, ახლა გამოიწერეთ არხი. დაალაიქეთ ვიდეო, გააზიარეთ თქვენ სოციალურ ქსელებში. დღეისთვის ეს იყო. მადლობა, დროებით ნახვამდის.